ფოჩი მეტალურგების გაფიცვა გრძელდება. მეორე დღეა აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ ქარხანაში მისასვლელი გზა, საწარმო პარალიზებულია. მიღწეული შეთანხმება, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და პრობლემების მოგვარება მოხდებოდა, პროფკავშირების ხელმძღვანელობის განცხადებით ქარხნის მენეჯმენტმა დაარღვია. გაფიცულები კი დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულთა მოთხოვნებს ადგილობრივ ხელისუფლებაში სამართლიანად მიიჩნევენ. გაფიცვიდან მესამე დღეს ფოთელი მეტალურგების მოთხოვნები არ იცვლება. პირველ ეტაპზე ისინი სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობის აქციის დაწყებას არ გამორიცხავენ. ძირითადად ისევ და ისევ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას, რაც ჩვენი ძირითადი მოთხოვნილებები იყო ამ ცვლისთან დაკავშირებით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არაფერზე რეაგირება არ მოახდინენ, არც რაც იყო მერთან შეთანხმება, არაფერზე რეაგირება არ მოახდინენ და ამას ჩვენ მივიყვებით, სანამ ჩვენი უფლებებს არ დავიცავ და არ ვიქნებით ის 7 კაცი აღდგენილი სამსახურში, რომელიც განთავისუფლებულია. ქარხნის ადმინისტრაციას კონსტრუქციული დიალოგისკენ და პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. ილია ვერძაძის თქმით, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვა ქარხნის ადმინისტრაციამ და ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. არ შეიძლება ესეთი იგნორირება ადამიანთა მოთხოვნების და ესეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ამათი დაჟჯის და დამუქრების მიზნით. ამიტომ იზულებას იმისას, რომ ამ ადამიანებმა მიმართონ უკიდურეს ზომებს, ალბათ არ იქნება ეს გამართლებული ნაბიჯი არც ადმინისტრაციის და არც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებებში გუშინ საღამოს ფოთის მერიც ჩაერთო. დავით სარსანიას განცხადებით, საწარმოს მენეჯმენტი მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არღვევს. ჩვენ ვესაუბრეთ ადმინისტრაციის, ქარხნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, შევთანხმდით იმაზე, რომ ეტაპობრივად მოვაგვარებდით ამ პრობლემას და რაც ძირითადი პრობლემაა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ 7 ადამიანია განთავისუფლებული, იმის გამო, რომ ეს მოთხოვნა დააყენა, ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ადამიანების დაბრუნება მოხდებოდა სამსახურში, მაგრამ ეტყობა, რომ ჩვენ მართლა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. პირობების დარღვევაში ხელმძღვანელობას დიალოგში ჩართული ქარხნის თანამშრომლებიც ადანაშაულებენ. მათი განცხადებით მოთხოვნები, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გადახედვას შეეხება, ისევ ძალაში რჩება. ვერ ხერხდება რა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, არც არანაირი პასუხი მოგვსვლია, არც მოსულან საერთოდ დღეს და უკითხავთ ამბავი, ან კი იქნება, ან არ იქნება, საერთოდ არ გამოდიან მოლაპარაკებაზე. სანამ არ იქნება ჩვენ შორის შეთანხმება, მანამ ვიქნები ჩვენ აქ და მივახცევთ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ვითხოვთ აუცილებლად. გაფიცულებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. პერიმეტრზე რჩებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს ქარხნის მენეჯმენტი.